ტრაგედია დატრიალდა თბილისში, დიდუბეში, სადაც მამინაცვალ ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და გერი ახალგაზრდა გოგონა შემოაკვდა. ამის შემდეგ მამაკაცმა თავის მოკვლას სცადა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მაშინ როცა ბინაში მეორე გასროლის ხმა გაისმა, იქ უკვე პოლიცია იმყოფებოდა და შეერაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკებას ცდილობდა. თუმცა სამართალდამცველებმა ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ შეძლეს. დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯემალ ჟორჟონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაჭრილის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ჭრილობა იყო სისხლდენი, ჩაუტარდა ყველას რეანიმაციული ღონისძიება. მეზობლების ინფორმაციით ჯემალ ჟორჟოლიანმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც გერი შემოაკვდა. შემთხვევა 27 აპრილს დიდუბეში, კერესელიძის ქუჩაზე დაახლოებით საღამოს 9 ნახევარზე მოხდა. კარის მეზობელი ამბობს, რომ ჟორჟოლიანს იარაღის შემთხვევით გაუვარდა. მე უფრო შემთხვევის ვამბობ, იმიტომ რომ ამბობდა იქ როცა ელაპარაკებოდა ჟურნალი მესე ამათ პოლიციელებს, რომ არ ვიციო ალბომი არ იყო და როგორ გავარდა, მე არ ვიციო ეს რა მომივიდაო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მკვლელობაში ეჭვმიტანილის თვითმკვლელობის მცდელობას, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია შემთხვევის ადგილზე ახალი მისული იყო, როცა ჟორჟოლიანმა მეორედ გაისროლა. იმ მომენტში თვითონ მოიხსენეთ თვითგაზიანება მოლაპარაკებებიც კი არ იყო დაწყებული. თუმცა საპირისპიროს ამბობენ მეზობლები, რომლებიც პირველი სროლის ხმაზე სადარბაზოში გამოვიდნენ. მეც ყველა გაბუცებული დარჩა აბსოლუტურად გარეთ ვიდექით და იყო მეორე გასროლის ხმა და რა მოხდა და იმათ თავი მოიკლა. ყველა აქ იყო ვაფშე. პოლიცია და შიგნით. ხო? ელაპარაკებოდნენ, ხო? და სროლის მე ლაპარაკის შემდეგ გაისროლა. ანუ ვერ დაითანხმეს და. ვერ დაითანხმეს და შემდეგ. რო იარაღი დაედო, ხო? მეზობლები ჟორჟოლიანს დადებითად ახასიათებენ. ამბობენ, რომ მეუღლე მას 2 წლის წინ დაიღუპა. გერი კი გარკვეული პერიოდულობით სტუმრობდა. ნორმალური ადამიანია, ვიცი, აზიარა მის განუყოფა. იარაღის დროკონია სახე მაგისტრალურად გავიდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებთან კონტაქტზე ვერ გადიან. ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დღეს გარს არავინ აღებს.